მე პირადად არასდროს არც ასეთ საჯარო ღონისძიებაზე ვითუბეტეს ესეთ ღონისძიება პირველად ეწრება, მაგრამ რამეს გავს გაოფენაზე ან სახალხო სენობაზე არ მინახავს რუსთაველზე ამდენი ხალხი როგორც ვნახე გუშინ. და ეს არ არის შემთხვევით. ხალხს მოინატრა თქვენი ნახვა. ხალხს მოინატრა დანახვა იმისა, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა. ეს განცდა არსებობს, მაგრამ ერთია როცა განცდა გაქვს საერთოდ და მეორეა როცა ამას შეიძლება ხელით შეეხო. 260-ზე მეტი საწარმო იყო წარმოდგენილი გუშინ საკუთარი პროდუქციით რუსთაველზე. თქვენ ქმნით თავარ რაღაცა საქართველოში, არა მთავრობა. მთავრობა შეუძლია რაღაცა ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს. ხო, ჩვენ ამაზეც ახლა ტენდერს ვაცხადებთ. ახლა უკვე ადრე ჩვენ წყვეთ, რომ აი დავაგდებთ რუკას ხელს და ვიძახოთ. მოდით აი აქ გავაკეთოთ ახალი გზა. მოდით აქ გავაკეთოთ ახალი გვირაბი. ნუ ბევრი რაღაცა ისეთ ცხადი იყო, რომ იქ უნდა გაკეთებულიყო, ხო? ახლა ვეუბნებით ბიზნესს. მოდი გითხარით, თქვენ რას შექმნით, მაგარ თქვა სიტყვაზე შექმნით 1000 სამუშაო ადგილს, ხო? ჩვენ მოგიყვანთ გზად, თუ იქ გზა არ არის. ჩვენ გამოგიყვანთ წყალს, ჩვენ გამოგიყვანთ გაზს. იმიტომ რომ ბიზნესმა უკეთესად იცის უკვე რა შეიძლება შექმნას. დასაწყისში შეიძლება ჩვენ უფრო გვიადუდებოდა ამის გაკეთება. ჩვენ თავარი, ეხლა ჩვენ დავიწყეთ დეცენტრალიზაციით, გუჩინ გადავიდა პარლამენტი ქუთაისში. წარმოუდგენლად მაგარი შენობა არის. ყველა დაგვრცინოდა რომ ვერ მოასწრებთ და ამიტომ გუშინ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს კასკა ვაჩუქე, იმიტომ რომ იძახოდა რომ საშიში იქნება ამ შენობაში შესვლა და მე მგონი არ დაჭირდა. მაგრამ აი თუნდაც ამ პარლამენტის შენებლობაზე თავიდან იყო მუშების უმეტესობა ესპანელი თურქი. ბოლოსკენ დაგვრჩა მხოლოდ რამდენიმე პროცენტი მათი. მიუხედავად რომ ძალიან გვეჭქერებდა, ყველა ქართველმა აითვის ამის გაკეთება და მარტო ის კი არა რომ ჩქარა გავაკეთეთ. ძალიან ხარისხიანადაც გაკეთდა. მაგრამ ესე ქართველებმა ისწავლეს სხვებზე უფრო მაგრა მუშაობა. ეს ხო არ დაიკარგება. დღეს მაგალითად ყველაზე კარგი მშენებლები, ვინც იცის ეს სფერო არის ბათუმიდან. ბოლო წლებში კრიზისის დროს არ გაჩერებულა მშენებლობა. ესე იგი ხალხმა მიიღო გამოცდილება და იცის როგორ აკეთოს. გამოცდილებას მოაქვს ახალი პერსპექტივები. მაგრამ თავარი ჩვენი უმუშევრობის ცენტრი მაინც არის თბილისი. თავარი სადღაც საქართველოს უმუშევრობა შარშან შემცირდა და 16.1% და 15%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. მაგრამ თბილისში ეს არის 20%-ზე მეტი. შეიძლება თქვათ 25%-საც უახლოვდება შრომის უნარიანი მოსახლეობის. ამიტომ თბილისში სამუშაო ადგილების შექმნა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამისათვის ჩვენი მთავარი ამოცანა რომ გადაგიმზადოთ ხალხი იმისათვის რომ თქვენ ყავდეთ გამზადებული სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში. ჩვენ გვჭირდება ყველგან ბევრი პატარა ბიზნესი. აი სინგაპურს რო გავიძახი გამუდმებით. მე ვიყავი სინგაპურში და რა მომეწონა ყველაზე მეტი. ძალიან ბევრს ველაპარაკე ხალხს ქუჩაში, აი ეს რაღაცა ბიზნესები დავათვალიერეთ. რა გამაკვირა რომ ყველა ადამიანს რომელიც ელაპარაკები აქვს ეს განცდა რომ მე ჩემი შევქმენი ყველაფერი, ჩემ თვითონ გევარ ფეხზე. ეს არის ჩემი ბიზნესი. მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი. მე მაქვს ჩემი ღირსება რომ ყველა ვიღაცამ კი არ ზემოდან პირშქია ჩამიდო, ჩემი გაკეთებულია, მე ვასაქმებ, მე ვაკეთებ, მე ვარჩე ჩემ ოჯახს, მე გავაკეთე ჩემი ქვეყანა. აი თქვენ აკეთებთ თქვენ ქვეყანას. აი თქვენ გუშინ რუსთაველზე გასულით წვრილი შეიტანეთ თქვენი ქვეყნის ასევე შენებაში, იმიტომ რომ იქ გარდა იმისა რომ ჩემი და უფროსი ასაკის ადამიანები იყვნენ, იყო უამრავი ბავშვი. და ბავშვი რომელიც გაიზრდება თავიდანვე იდეით რომ საქართველოს რაღაცა შეძლებია, აი ეს არის ჩვენი ფილოსოფია. რომ არ არის კერძო საკუთრება შენი ქვეყანა. საერთო საკუთრებაა, მაგრამ ამისათვის კერძო საკუთრება უნდა დაიცვო პირველ რიგში კვილებით და მართლა რასაც ეხება კერძო საკუთრებას, კერძო ინიციატივას, საჯარო ინსტიტუტები უნდა იყოს ამის სამსახურში თავიდან ბოლომდე. ამიტომ ჩვენასაც გავაკეთებთ რომ პირველი საქართველოში ყველგან იქნება მაგარი გზა. საქართველოში ყველგან იქნება სოციალური ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლების ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში პროფესიონალური განათლების ასევე რომ თქვენს მნიშვნელოვანია იმისათვის რომ თქვენ ყავდეთ დაცული და უკეთესად მომზადებული კადრები. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, გუშინ დიდი ზეიმ გვაჩუქეთ. გუშინ რუსთაველზე 2 საათზე 3 საათი ვიარე თითქმის. იქ ერთი მხარეს გავიარე ბოლომდე, მე ეს მომეწონა მეორედ გამოვიარე, მე კიდე იქ ვარდების მოედანზე ბევრი დრო გავატარე სამხედრო ტექნიკასთან ერთად. მაგრამ რატო მომეწონა? გარდა იმისა, რომ ნახეთ თქვენ რა საწარმოებთ და აბა ხო იძახოდნენ ვიღაცები რომ საქართველოში არაფერი წარმოება, გუშინ იყო რუსთაველი ხო გავავსეთ.
2 წლის წინ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მინდა რომ 1 წელიწადში ზუსტად 2-ჯერ მეტი გქონდეს. იქიდან 1 წელიწადში კიდე დავამატოთ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 3 წლის წინ პრაქტიკულად არაფერი არ გვექნებოდა. 3 წლის წინ შეიძლება ერთი კუთხე თქვათ რამე ვარდების მოედეს და ეგ იქნებოდა თელი ჩვენი პროდუქციის გამოფენა. მე ვნახე ენთუზიაზმი თქვენი მხრიდან, თქვენ ემის მხრიდან, მაგრამ მე ვნახე წარმოუდგენელი ენთუზიაზმი და თვალებში ნაპერწკალი იქ მოსული ხალხის. მე იშვიათად მინახავს ასეთი გახარებული საზოგადოება. მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისაც, რომ კვირას შრომობთ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, იყო დიდი პატივი გუშინ შეხვედრა, ჩვენ გავაგზავნეთ ბევრ თქვენგანთან ისედაც მუშაობთ, გავაგზავნეთ მუშაობას. აქ მართლა ახლა მე არ შემეძლო უბრალოდ ყველა ცალსაკეთ ჩავმეთვალა, ხედავ ადამიანებს, რომელთაც თავის სფეროში მოახდინეთ რევოლუცია მართლა. და იმდენად საინტერესო არის თითოეული თქვენგანის გაკეთებული, უმეტესობის მე რაც ვიცი. აი საერთოდ ყველაფერი აზროვნების წესი შეცვალეთ, რა შეიძლება შეძლოს ქართველობა და რა არის შესაძლებელი საქართველოში. მე ძალიან ვამაყობ თქვენით. ასე გავაგზავნოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობთ.